რაც თავი მახსოვს ბავშვობიდანვე დავდივარ დღის ცენტრში და ყველაზე კარგად რაც მახსენდება თანატოლებთან ერთად გატარებული დროა. მაგალითად ჩვენ სულ გავდიოდით ხოლმე ერთად დავალებების წერა, თუნდაც ჭამა. დღის ცენტრში პირველად მოხვდი, დაახლოებით 10-11 წლის ვიყავი და როგორც ეს პირველი შთაბეჭდილება, ისეთი იყო, რომ დღემდე მახსოვს. 13 წელს, როდესაც ჩვენს ბავშვობაში სკოლაში ხან ბულინგს განვიცდიდი, ხან ოჯახში არ მქონია ისეთი კარგი მდგომარეობა, ასე რომ ვთქვათ. ყოველთვის როცა აქ მოვდიოდი, ვგრძნობდი, რომ აქ მართლა ბედნიერი ვიყავი. პირველად რო დღის ცენტრში მივედი, უკვე წლების დაწყებული იყო ეს საქმიანობა, ამიტომაც იყვნენ უკვე ის ბავშვები, რომლებიც დიდი ხანი დადიოდნენ დღის ცენტრში, იქ ფაქტიურად გაიზარდნენ და ეხლა უფროსთან ურთიერთობა, რომელიც რაღაცნაირად კარგად ექცევა, უნდა მასთან დროის გატარება, თან ეხმარება გარკვეულ დავალებებშიც, როცა თავისას მორჩება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთხელ მახსოვს სტადიონზე გავედით და ფეხბურთს თამაშობდით და იმდენად კარგი ურთიერთობა გქონდა, რომ ერთხელ მახსოვს დავეცი და მაგ მომენტში ვიყავი მარტო მე პატარა და ყველა ისე დამეხმარა და ამაყენეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეგ ჩემთვის. და ვფიქრობ დღის ცენტრი გაძლევს არა მხოლოდ რაღაც ცოდნას, იქ რო დავალებებს წერდა რაღაცას, არამედ ურთიერთობებსაც გიყალიბებს, რაც ძალიან კარგია და მიხარია ძალიან. პატარა რო ვიყავი ჯერ კიდე სკოლის პერიოდში დავიწყე ცენტრში სიარული. იმ პერიოდში ხა ძალიან გახსნილი ბავშვი არ ყოფილვარ, მეგობარი არ ყავდა ძალიან ბევრი სკოლაში. მაგრამ იქ რომ მე ცენტრში როცა მივედი, ძალიან ბევრი ბავშვი იყო ჩემთვის. და ცოტა მეუხერხულებოდა ხოლმე თავიდან გახსნა, პირველი ნაბიჯების გადადგმა და ლაპარაკება. მაგრამ მე რო დავინახე იმათი დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რომ თბილად მიმიღეს, ადვილად გაიხსნენ ჩემთან, მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ ვიცნობდი არავის, არც ისინი არ მიცნობდნენ. სხვებმა რომ მომასწავლესაც და ასე დღის ცენტრი არისო, თავიდან სულ სხვანაირი მეგონა, აი რომ მარტო მართლა დავალება უნდა დაწერო, ძალიან მოსაწყენი იქნება, მოიწყენ წახვალ სახში და ესა, მაგრამ ესე არ არის. დღის ცენტრში მეგობრული გარემო ვარ. აქ არის დიდით, პატარაც, დიდერთანაც ეწყობი ურთიერთობა, პატარეთანაც გაქვს, მასწავლებლებთან, აი მაგალითად თუ რაიმე გაგიჭირდა მასწავლებლები, ყველაფერს აბსოლუტურად ბოლო დონემდე გიხსნიან. თითოეული მასწავლებელი ვინც იყო, ყოველთვის სიყვარულით მეპყრობოდა და ჩემთვის ძალიან უჩვეულო გზნობა იყო, როდესაც უცხო ადამიანი მოდის შენთან და ასე სიყვარულით გიქცევა. ეს ძალიან მეხებოდა ეს მომენტი მე და ეს სიყვარული რომელიც იყო გადამდები იყო ჩემ ცხოვრებაში და შემდეგ უკვე სადაც მივდიოდი სხვაგან ცხოვრების განმავლობაში იქ გადამქონდა მეც ეს ემოცია. როგორც ვიცით, ამ ცენტრში მოწყვლადი ოჯახებიდან დადიან ბავშვები. ხშირად ეს ბავშვები ისეთ გარემოში იზრდებიან, რომ ხშირად ჩაკეტილები ხდებიან. თუმცა მას შემდეგ რაც ამ ცენტრში დადიან, ხედავ რომ ამ ბავშვებში რაღაცა ცვლილებები იწყება. ეს გარემო მათზე ძალიან დადებითად მოქმედებს და ის შინაგანი სამყარო, რაც მათ აქვთ, ის ნიჭები, ის უნარები, რაც ღმერთმა მათში ჩადო, ეს გარემო ხელს უწყობს, რომ გამოხატონ თავიანთი უნარები, თავიანთი შინაგანი სამყარო და მიხარია, რომ მეც ამის მონაწილე ვარ და პატარა წვლილი შემიძლია რომ შევიტანო ამ საქმეში. ნაცნობი სიტუაცია ის, რომ უცხო ბავშვი, როდესაც მოდის ცოტა ისეთი კუთხეში ზის და არ უნდა გახსნა მასწავლებლებთან ან თუნდაც ბავშვებთან, ჩემთვის ნაცნობი არის და ადვილად შემიძლია მასთან კონტაქტი, ადვილად შემიძლია მის მდგომარეობაში შევიდე. საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცენტრი ბავშვებს აძლევს სიყვარულს და სითბოს. როცა ესეთ მსგავს ადგილას მოხვდები, არასდროს არ გექნება იმის განცდა, რომ ვიღაც გაგრიყავს. ამათ ძალიან კარგი ადგილია თითოეული ბავშვისთვის ეს. მახსოვს იმ წელს მამაჩემმა სამსახური დაკარგა. ძალიან რთული პერიოდი გქონდა. თან ზუსტად მაშინ, როდესაც მის დაწინაურებას ველოდებოდით და ალბათ წარმოგიდგენიათ ხომ როგორი რთული იქნებოდა ეს ოჯახისთვის.
მაგრამ როგორც მამაჩემი ამბობს ხოლმე, ღმერთის ხელი არასდროს დამოკლდება ჩვენ საშველად და არც მაშინ დამოკლებულა, რა თქმა უნდა. და ზუსტად ამ დროს დღის ცენტრი გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. მახსოვს დედაჩემი როგორ ტიროდა, შეიძლება დღემდე არ იცის რომ დავინახე, მაგრამ მოვერიდე უხერხულად რომ არ ეგრძნა თავი. თანან ვიცოდი რომ სიხარულის ცრემლები იყო. ღმერთის გეგმა ყოველთვის დიდებული და საოცარია და ის ყოველთვის გვასწავლის რომ სრულად მივენდოთ მას. მას შემდეგ იმედის სხივი უფრო მეტად აბჭყიალდა ჩვენს ოჯახში და დაიწყო ღმერთის გეგმის მეორე ნაწილი, მეორე ეტაპი. დედიკოს მეც მიყვებოდი ხოლმე ახალ სამსახურში. განსაკუთრებით მაშინ, როცა აქტივობები ქონდათ, მეც ყოველთვის მათთან ერთად ვიყავი. მახსოვს, ბევრგან მიდიოდით სპექტაკლებზე, პარკებში, სხვადასხვა აქტივობები გქონდა. მახსოვს, ერთმანეთს როგორ უზიარებდით ჩვენს სიხარულსა თუ დაარც. ოჯახური გარემო იყო რაღაც სოციალური ურთიერთობა და ისეთი ადგილი, სადაც გიხარია რომ მიხო. იქ რო ჩვენ ღირებული ხარ იმ ადამიანებისთვის, ესეთი ატმოსფერო კარგად იგრძნობოდა. ძალიან რთული პერიოდი მქონდა, ბავშვთან ერთად მარტო გადმოვედი ქალაქში. 2 წლის იყო ჩემი შვილი და ეს მარტოხელა დედისთვის თბილისში ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში, არ იყო მარტივი. 1 წლის გახსნილი იყო ეს დღის ცენტრი, როცა მე იქ მივედი და ესეთი შეგრძნება მქონდა, რომ ღმერთმა 1 წლის წინ ეს ცენტრი შექმნა ჩემთვის. ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დედისთვის, რომ კონდეს იმის საშუალება, რომ თვითონაც რეალიზებული იყოს და თან თავისი შვილისთვისაც ეს იყო გარემო, სადაც მისთვის როგორც ოჯახი ესე იყო, გაიზარდა ჩემი შვილი ამ გარემოში. ყველა კუთხით, ემოციური, ფიზიკური, ყველა კუთხით იყო ჩემთვის ღმერთისგან საჩუქარი და კურთხევა. დღის ცენტრში ყოფნისას ასევე მოვხვდი ქრისტიანულ ბანაკში, სადაც 18 წლის ვიყავ, როდესაც ამ ბანაკში მე გადავწყვიტე რომ ქრისტესმა გავყოლოდი. და რომ არა ეს პროექტი, ბანაკშიც დიდი ალბათობით ვერ მოხდებოდი. ყოველ შემთხვევაში ასეთ ქრისტიანულ ბანაკში. ეს შანსი რაც მომცა ამ ბანაკმა, შეიძლება არც მქონოდა. როცა გავიზარდე და უკვე დავამთავრე სკოლა, გამიჩნდა იმის სურვილი, რომ ყოფილიყავი ამ ცენტრის ნაწილი და გამოვთქვი სურვილი, რომ იქ მემუშავა, ან თუნდაც დავხმარებოდი რამდენიმე დღით. ხანდახან მოდივარ დღის ცენტრში, ვეხმარები ხან გაკვეთილების მომზადებაში, ხან ეკლესიიდან ახალგაზრდები მოვდივართ რაღაც ღონისძიება რომ ჩავატაროთ. მას შემდეგ, რაც უკვე გავიზარდე, ახლა მემარჯვები აქტიურად ამ მსახურებაში, ხშირად ვეხმარები, მათთან ერთად გავდივარ, ვუზიარებ ღვთის სიტყვას და ვცდილობ, რომ მეც მათთან ერთად გავიზიარო სიხარული თუ მწუხარება. დღეს როცა მე ვფიქრობ, რომ შეიძლება აქ დადიან ბავშვები, ვის ჩემნაირი გზა გამოიარეს ან გადიან, ან შეიძლება ჩემზე უარეს სიტუაციაშიც არიან, მე ვფიქრობ, რომ შემიძლია დავეხმარო რაღაცით აი ამ პროექტს და ამიტომაც ყოველ ჯერზე, როდესაც შანსი მაქვს და საშუალება მაქვს, დიდი სიხარულით ვაკეთებ ამას. ერთი სიტყვით რომ თქვა, დღის ცენტრი ჩემთვის არის ოჯახი. ეს არის თბილი და სასიამოვნო გარემო, სადაც თავს დაცულად და მიღებულად გრძნობ და ჯერა რომ არა მარტო მე, არამედ ყველა ვინც აქ ფეხს შემოდგავს, ამას პირველივე მომენტიდან გრძნობს. დღის ცენტრი ჩემთვის არის ოჯახი. ის ოჯახი, რომელიც ყოველთვის მინდოდა რომ ყოლოდა სიყვარულით სავსე, ერთგულებით სავსე და ის ოჯახი, რომელთაც ყოველთვის ვაინტერესებდი. რომელიც ყოველთვის ინდივიდუალურად მიდგებოდა მე როგორც რეზოს და ვფიქრობ რომ დღის ცენტრს ეკუთვნის ჩემი ყველაზე ბედნიერი მოგონებები ბავშვობიდან. დღის ცენტრი ზოგადად ჩემთვის არის დიდი ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთის სიხარულსა თუ მწუხარებას იზიარებს. და რაც ყველაზე მთავარია, აქ ბავშვები სულიერ საზრდოს იღებენ, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა რომ ცოცხალი ღმერთის ცოცხალი სიტყვა მოისმინონ დღის ცენტრში. ამ დღის ცენტრმა მომცა გზა, საითაც რომ გავყევი ამ გზას მივედი ქრისტემდე.
მადლობა ღმერთს ამ კურთხევისთვის და იმ ორგანიზაციას, იმ ადამიანებს, ვისაც ღმერთი იყენებს ამ საშუალებისთვის და ყველა ჩემს გარშემო ყოფი ადამიანებისთვის, ვინც იქ დამხვდა და ვისთან ერთად დღემდე მოვდივარ. ეს არის მართლა ჩემი ოჯახი. მადლობა ყველას.